მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 24 სექტემბერი. ჩვენი თემა, სასაუბრო თემა არის მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით. ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ოქრობურთის ცერემონიის დაჯილდოვებაზე. მინდა მოგახსენოთ და ვინ გახდა 2025 წლის ოქრობურთის გამარჯვებული. ასევე მე მინდა ჩემპიონატებზე მინდა განვიხილოთ ასე შემდეგ რა ანგარიშებით დასრულდა და ასე შემდეგ. დავიწყოთ პირველი იმითო ცერემონიალზე, რა თქმა უნდა, პირველი სამეურში მოხვდნენ ოსმან დემბელე, ლამინ იამალი და ვიტინია. მოხამედ სალაჰი მეოთხე ადგილზე გავიდა, რაფინია კი მეხუთეზე გავიდა და ხვიჩა კვარაცხელიას შეეხება ძალიან მოსამართლობა იმ ხვით თუ აჩავთვლით, რომ მართლა ბევრი გააკეთა და იმსახურებდა ფიფასგან რაღაც რამე საუკეთესო ჯილდოს. ეხლა კი რა შეეხება, მე მინდა გითხრათ, რამოდენიმე გუნდმა კი ბოიკოტი გამოუცხადა ამ შეკრებას ცერემონიალზე არ მივიდნენ. ეს მადრიდის რეალიდან ძირითადად და ეს უკმაყოფილება რო გამოიწვია ამ შემთხვევა, რამოდენიმე გუნდმა კი ცერემონიალზე არ მივიდა და რამოდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ალისონის იყო და პრინციპში მე ვიტყოდი, რომ დონარუმა ნამდვილად იმსახურებდა საუკეთესო ჯილდო. მეკარეს საუკეთესო ჯილდო აიღო დონარუმა, ნამდვილად იმსახურებდა. ალბათ დამეთანხმებით თქვენ ჩემო ხანდამჭერებო და მსმენელებო. ეხლა კი რა შეეხება, ლა ლიგაში ბარსელონა 13 ქულით მეორე ადგილზეა. ბარსელონამ კი ხეტაფეს 3-0 მოუგო მადრიდის რეალმა. კიდე მორიგი გამარჯვება ჩაიწერა არქილში. მადრიდის რეალ კი 18 ქულა და პირველ პოზიციაზეა. ეხლა კი რა შეეხება, პარი სენ-ჟერმენმა მასტერთან მინიმალური ანგარიში დამარცხდა 0-1. პირველი მარცხი პარი სენ-ჟერმენის. როგორც მოგეხსენებათ, ვილიარეალმა გუშინ კი სევილიას ძალიან დრამატული და დაზაბული მატჩი მოუგო. ძალიან საჭირო ქულები მოპოვება შეძლო ვილიარეალმა. გიორგი მიქავტაძე შემოსვლითანავე ასისტი ჩაიწერა გიორგი მიქავტაძესაც. წარმატებებს უსურვებ არა ეს ჩვენ ქართველ სპორტსმენებს. ეხლა კი რა შეეხება, ჩემო არხის მსმენელებო, ნაპოლმა კი 3-2 მოიგო. არსენალმა და მანჩესტერ სიტიმ 1-1 ითამაშა. ლივერპულმა კი 2-1 მოიგო ევერტონთან. თუ მოგეწონათ